დილამშვიდობის სამეგობრებო, მოგესალმებით. Სულ მაქვს დაახლოებით 15-20 წუთი და ამ 20 წუთში ჩავეტევი. ვისაუბრებ და მე გავალ სხვა დროს შეიძლება დღეს კიდევ შემოგიერთეთ, მაგრამ ამ მომენტისათვის უნდა გავიდე. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ არის თუ არა ნარიმანი მეფე, დღეს ვისაუბრებ ამაზე ამ 20 წუთის განმავლობაში და კიდევ სხვა თემებზე და ვისაც არ გინახავთ თუ რა არის ჩემი გულწრფელი აზრი ნარიმანზე, შეგიძლიათ გუშინდერ ლაივზე გადახვიდეთ Facebook-ში, იხილოთ ბოლომდე, ბოლო ნაწილში ვსაუბრობ მე ნარიმანის თაობაზე, ჩემს გულწრფელ მოსაზრებას ნარიმანზე და შემდეგ თუ Facebook-ზე ვერ ნახავთ ამ ვიდეოს, მაშინ გადადით Liquid Dogma თამარის ლაივზე, YouTube-ზე და იქ ნახავთ ყველა ჩემს ვიდეოს, როგორც ნარიმანზე, ისე ყველა ჩემს ვიდეოს, რაც კი ჩამიწერია ლაივში, Facebook ლაივში. ეხლა რაც შეეხება მეფობის თაობაზე, გუშინ უკვე განგიცხადეთ, რომ როგორ შეიძლება არ მოიცნო ადამიანი, რომ იყო თუ არა თავის ცხოვრებაში მეფე, აქვს თუ არა მას ეს გამოცდილება, მეფის გამოცდილება და როგორ იკითხება ეს თვალებში, აქვს თუ არა ამ ადამიანს მეფის გამოცდილება. პირდაპირ მნიშვნელობით, მეგობრებო, როდესაც მე ადამიანს ვუყურებ, მისი წარსული თავის თავზე არის ასახული. მისი წარსულის შესახებ რა რეინკარნაციები აქვს გავლილი, სულ არ მჭირდება მის ცხოვრებაში ჩახედვა, მის სახეზე არის ასახული, სხეულზე, სახეზე, თვალებში. აი ეს სამი საკითხი, მეგობრებო, რაშიც ადამიანში ამოიკითხება არის თუ არა ეს სული, მნიშვნელოვანი სული, საერთოდ არ გჭირდება მაგები, სენსეები და ვიღაცეები, რომ ჩვენ დავეკითხოთ ვიღაცას ჭკუა. რაც შეეხება იმას, არის თუ არა ნარიმანი მეფე. ახლა მონაცემებში, ამ მოცემულობაში ნარიმანი თავის თავზე, რომ ამბობს რა ვარ მეფეო, ხოლოდ აი ამ ჭრილში არის მეფე, ის თავის თავს უწოდებს მეფეს, კი ბატონო, მაგრამ იყო თუ არა ნარიმანი მეფე ერთ დროს. როდესაც მე მას თვალებში ჩავხედე, დავინახე ზუსტად ის, რაც უკვე გითხარით გუშინ და რაც უკვე ვახსენე, ის იყო ერთ დროს მეფე. დიახ, ის იყო ერთ დროს მეფე და იმასაც განგიცხადეთ, თუ მე ვიყავი თუ არა მეფე და მინდა გითხრათ, რომ მე ვიყავი მეფე. მაგალითად, პირდაპირ მნიშვნელობით ერთხელ და ორჯერ კი არა. ერთხელ და ორჯერ კი არ ყოფილვარ მე პირადად მე ეხლა სხვის ცხოვრებებში თვითონ ჩაიხედოს ყველა. ჩემ ცხოვრებიდან გეტყვით, რამდენჯერ ვიყავი მეფე, რამდენჯერ ვიყავი პატრიარქი და რამდენჯერ ვიყავი მატრიარქი, თუ გაინტერესებთ. 92 მე-12 რეინკარნაციიდან 17ჯერ ვიყავი მეფე, 4ჯერ ვიყავი პატრიარქი და ერთხელ ვიყავი მატრიარქი. აი ეს იყო ჩემი გამოცდილება, სულის გამოცდილება, თუ ძალიან გაინტერესებთ. ნარიმანი რამდენჯერ იყო მეფე, რამდენჯერ პატრიარქი და რამდენჯერ მატრიარქი, ეს არ ვიცი. არ ჩამიხედავს ახლა მის ცხოვრებაში, არ მაინტერესებს. რამდენიმეჯერ კი არა ერთხელ ყოფილა ის მეფე. ახლა გეტყვით, ის ვინ არის, რომელი მეფის როლი გადაწყვიტა მან ამ ცხოვრებაში რომ იყოს. სხვადასხვა ქვეყნის მეფეები არსებობენ, მოგეხსენებათ, არსებობენ სხვადასხვა ესე იგი ქვესკნელი, ზესკნელისა და შუასკნელის მეფეები და როდესაც სული ირჩევს თამაშს, ის მოდის და პირდაპირ მნიშვნელობით თავის თამაშს წინასწარ გეგმავს. არამის თუ გეგმავს, მეგობრებო, ის წინასწარ ეცნობა მის მონაცემებს, წინასწარ ეცნობა და აი ამ მონაცემებზე თუ არის იგი მზად, რომ ეს თამაში გაიაროს, მაშინ ის ხელს აწერს და შემოდის ამ სამყაროში. შემოყავთ ამ სამყაროში. ამ სამყაროში, როდესაც შემოყავთ, ის იწყებს თავიდან, ნულიდან იწყებს ამის გახსენებას, ანუ თავისი მისიის, თავისი ხელშეკრულების გახსენებას და თუ მას გაახსენდა ხელშეკრულება, მაშინ მისი სული უკვე იწყებს თამაშს. და თუ მას ჯერ ვერ გაახსენდა ხელშეკრულება, ის ჯერ გათიშულ მდგომარეობაში დადის, როგორც დღეს ძალიან ბევრი ადამიანი დადის და სხვათა შორის ძალიან ბევრი მეფე მინახავს, რომელიც დადის ჯერ კიდევ მარიონეტის მდგომარეობაში. ამიტომ, როდესაც მე ვამბობ ვარ მეფე და როდესაც ვიღაცა ამბობს მეფე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მარტო ერთი მეფე უნდა არსებობდეს. არსებობენ უამრავი მეფეები, უამრავი პატრიარქები, უამრავი მატრიარქები ამ დედამიწაზე, ამაზე ამოცნობა სჭირდება. ხოლო თუ ამის ამოცნობა არ შეგიძლია, ადამიანს, რომელსაც წინააღმდეგობა უჩნდება ვიღაცის მეფობაზე, მას ჯერ მეფობა არ გაუვლია. მან არ იცის ჯერ ეს რა თამაშია, არ იცის, ამიტომ მას ეწყება შიში.
ანუ მიმღებლობა არ ეწყება ამ ადამიანს, რომ ვიღაცა შეიძლება იყოს ძალიან თავისუფლად მეფე. სულაც არ არის საჭირო თავზე ეხუროს გვირგვინი, ის უბრალოდ სულით მეფეა. ვინ არის ამ ქვეყნის მეფეთა მეფე? ამ დედამიწის მეფეთა მეფობა ვინ მოიპოვა? პირდაპირ მნიშვნელობით გეტყვით, რომ ჩაწერეთ Google-ში ქრისტე პანტოკრატორი, ქრისტე პირდაპირ პანტოკრატორი და ამოგიგდეთ სურათს, რომელიც ზის ტახტზე, მუთაქაზე ზის და დიდებით ზის ეს. აი ეს არის პანტოკრატორი, ყოვლად და ყოვლის მპყრობელი, რომელმაც მოიპოვა ამასოფლის, იმასოფლის, ქვესკნელის, ზესკნელის და შუასკნელის მეფობა ერთდროულად. ვინ არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ მას შეეცილონ ტიტულში? ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ეცილებიან ტიტულში და ამბობენ, რომ რაღაცა მოხდა. ამბობენ, რომ ჩვენ ვართ მეფეები და ქრისტე მეფეები, ისინი პირდაპირ მნიშვნელობით ეკავეტებიან იმ პიროვნების პოზიციას, რომელ პოზიციაზეც უკვე დაჯდა ქრისტე პანტოკრატორი. როგორ შეიძლება ამოვიცნოთ, არის თუ არა ადამიანი ქრისტე პანტოკრატორი? ამას ამოვიცნოთ მხოლოდ ერთი თვისებით. როდესაც ქრისტე მოდის ამ დედამიწაზე, ის არ მოდის არც მდუმარებით, არც ტყუილებით, არც წყევლით, არც მოტყუებით, რომელსაც აი ესე ბევრს უნდა რომ მოტყუებით უკაცრავად. მოტყუებით მიიღოს მეფე პანტოკრატორის, აი როგორც ილიას სურდა რომ მოტყუებით, კაკების დახმარებით მიიღო პანტოკრატორის ტიტული. ქრისტე პანტოკრატორი, რომელიც უკვე ზის ტახტზე და 2000 წელია ჩვენ ამას ვაიგნორებთ. პირდაპირ მნიშვნელობით ვაიგნორებთ. ყველა მეფე, გარდა თამარისა, ყველა მეფე, ყველა პატრიარქი, ყველა მატრიარქი, რომელიც შეფარულად იყო პატრიარქი, მატრიარქი. ყველა აიგნორებს ამ საკითხს, რომ ქრისტე პანტოკრატორი უკვე ზის ტახტზე და ის არის მეფეთა მეფე და არავის სხვა ამ დედამიწაზე არ არის მეფეთა მეფე. ვინც ამბობს, რომ არის მეფე, კი ბატონო, გააჩნია რისი მეფეა. ამ შემთხვევაში ნარიმანი არის ქვესკნელის მეფე. დიახ, არის ქვესკნელის მეფე. ის არის მკვდარი სულების მეფე. მას ძალიან კარგად შეუძლია არიმანობა, იგივე ნარიმანობა და ძალიან კარგად შეუძლია მკვდარი სულების მართვა. ამისათვის ის ცდილობს ჯერ ადამიანში შეაღწიოს, მისი გონება გაჰაკოს და შემდეგ, როდესაც აი ამ სულს დაიმორჩილებს, როდესაც ამ სულს დააპროგრამებს და უკვე ეს გარდაცვლილი სულია, რომელსაც აპროგრამებენ, აი ამ სულზე კონდეს მერე წვდომა და მარიონეტივით ის დაავალოს და ეს დაავალოს, აი ესე გაუსვლელად სახში უბრალოდ მედიტაციის დროს ადამიანს, ნებისმიერ ადამიანს დაავალოს, ნებისმიერს არა, ვინც უკვე გაჰაკა თავის მოპარულ სულს, დაავალოს დავალება. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ ეს მოვიდა მეფე ნარიმანი და აი მეფე ნარიმანი გამომეცხადა, იქ დამენახა, აქ დამენახა, აი ეს ადამიანი ფიქრობს უკვე, რომ ეს არის ღმერთი. არასდროს არ გაბედავს ქრისტე იმას, რომ შენ დაგენახოს და რაიმე დავალება მოგცეს. ამითი უნდა მიხვდეთ თქვენ, ვინ არის ნამდვილი ქრისტე. არასდროს არ გაბედავს კი არა, არ იკადრებს ამას ქრისტე. ჭეშმარიტი ქრისტე, პანტოკრატორი ქრისტე, რომ შენ დაგენახოს და იქ გაგაგზავნოს და გამოგაგზავნოს. თუ კი ქრისტე რამეს გაკეთებინებს მხოლოდ გულის მეშვეობით, შენს ინტუიციას იმდენად მომართავს, იმდენად ლამაზად ჩამოგიყალიბებს და გაგაცნობს ჯერ შენ თავს, ჯერ ნებართვას აიღებს შენგან. ნებართვის გარეშე ქრისტე არავისი არ აფათურებს ხელებს. და აქედან იგებ, ადამიანი არის თუ არა მეფე მართალი. და როდესაც ადამიანი არ არის მეფე მართალი და მას შეუძლია ეს ძალები ისე მართოს, რამდენჯერ მეფე ყოფილა და გაუსვლელად შეუძლია ნებისმიერ მეფედ მყოფს ადამიანები მართოს. და როდესაც ეს ამას აკეთებს, იქ უკვე ხვდებით ვისი მეფე არის. ვინები ხვდებით ამას? ჩვეულებრივი ადამიანი ამას ვერ მიხვდება. ამას ხვდება ადამიანი, რომელიც უკვე მეფე იყო ერთ დროს
და გამოფხიზლებულია და არ მკვდარდა ისე მძინარე მდგომარეობაში დადის ამ დედავიძეზე და რამდენიც გინდა იმდენი მეფე მინახავს მძინარე მდგომარეობაში ჯერ კიდევ რომელსაც ეშინია თავისი ხელშეკრულების გახსნა. აქედან გამომდინარე მე პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით რომ ერთადერთი მეფე რომელიც გახდა მეფეთა მეფე ამა ქვეყნისა ქვესკნელის ზესკნელის და შუასკნელის ეს არის მეფე პანტოკრატორი რომელსაც ქვია ქრისტე იესო ქრისტე ის დაჯდა ტახტზე და მან დაიმკვიდრა გვირგვინი რომელსაც ჯერ არც ერთ მეფეს არ დაუმკვიდრებია გვირგვინი ეკლის არ სჭირდება მეფე პანტოკრატორს ოქროს გვირგვინები არ სჭირდება მეფე პანტოკრატორს ვერცხლის გვირგვინები და არც სპილენძის მან დაიმკვიდრა ის გვირგვინი რომელ გვირგვინმაც გახადა ის ქვესკნელის შუასკნელის და ზესკნელის მეფე ვისაც სურს რომ ქრისტეს გვერდით დაჯდეს მისი გვირგვინი მას კი არ უნდა წარტაცოს მისი გვირგვინი უნდა მოიპოვოს მისივე ცხოვრებით და კიდევ ერთხელ გეუბნებით ის ვერასდროს ვერ დაჯდება ქრისტეს ადგილზე მაგრამ დაჯდება ქრისტეს გვერდით ადამიანი რომელიც ქრისტეს გვირგვინს მოიპოვებს ამიტომ არ გავიგო არავისგან რომ ნარიმანი არის ქრისტე ნარიმანი ვერასდროს ვერ გახდება ქრისტე მაგრამ შეიძლება რომ გახდეს ქრისტეს საძმოს წარმომადგენელი ვერასდროს ვერ გახდება ვერავინ ქრისტეს ადგილზე ვერავინ ვერ დაჯდება ქრისტე ზის უკვე თავის ადგილზე რომელი საათია გავიდა 19 წუთი ამიტომ მეგობრებო მე პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით აი ახლა ვიღაცები მეკითხებიან როგორ არის გამოთვლა როგორ შეიძლება გამოვითვალო რომელ ცხოვრებაში და მე რამდენი რეინკარნაცია ვარ ადამიანს არასდროს გამოცდილება მაჩვენა რა გამოცდილება მაჩვენა თუ კი ადამიანს მეტზე საკმარისზე მეტ ინფორმაციას მიაწვდი ადამიანს ემსხოვრება ყველანაირი გეგმა ამიტომ არ არის აუცილებელი ჩვენიდან მიიღოთ ინფორმაცია თქვენს თავებში ეძებეთ ინფორმაცია თქვენს თავებში ეძებეთ ვინ ახართ ამიტომ თქვი მე იმ დღეს ფსიქოლოგი რომ ვამხილე მთელი ცხოვრება რომ ეძებო ვინ ხარ შენ ვერ ამოწურავ იმხელა პიროვნული მე ვერ ამოწურავ და თუ კი ამოწურე უკვე მკვდარი ხარ ამიტომ სჭირდებათ მკვდარი თევზები როგორც ფსიქოლოგებს ისე სასულიერო პირებს და ისე სისტემას მკვდარი თევზი აღარ ცურავს ის მიყვება დინებას და როდესაც თევზი ცოცხალი დინების საწინააღმდეგოდ მიდის მას ჯერ კიდევ მიზანი აქვს რომ ქვირითი დადოს ის არ მიდის იმიტომ რომ მას სურს უბრალოდ დინების საწინააღმდეგოდ რა მას მიზანი აქვს მან უნდა განავრცოს თავისი სიცოცხლე აი აქ არის განსხვავება მკვდარი თევზი სიცოცხლეს ვერ ავრცობს ცოცხალი თევზი კი სიცოცხლის გასავრცობად მდინარის საწინააღმდეგოდ თქვენ იცით რამხელა ძალისხმევა არის და თქვენ თუ არ იცით ეს რამხელა ძალისხმევა არის და უბრალოდ თევზი მიცურავს წყლის საწინააღმდეგოდ ესე ფიქრობთ მაშინ სიღრმისეულად ვერ გაგიგიათ რას ნიშნავს სულ კალმახობა ახლა მე დაგემშვიდობებით მეგობრებო და ვისაც არ გევასებათ ჩემი მოსაზრება ნარიმანზე აი სრულიად პირდაპირ გეუბნებით დატოვეთ ეს გვერდი რა არავითარი კრიტიკა თქვენ არ გჭირდებათ როგორც ის არის მეფე ისე მე ვარ მეფე მე არ მჭირდება არავის კითხვები და არავის იმის აღება რა ქვია ესე გავაკეთო თუ ისე მე ძალიან კარგად ვიცი როგორ უნდა გავაკეთო და იმისთვის ვარ მოსული რასაც ვაკეთებ და თუ არ გევასებათ ის რასაც ვაკეთებ აი უბრალოდ ადექი და დატოვეთ ეს ჯგუფი არავინ არ გიჭერთ აქ არავინ არ გჰაკავთ თქვენ და არავინ არ გიბურღავთ ტვინს როგორც დანარჩენები აკეთებენ როგორ დააჯდებიან ხოლმე თქვენს ენერგეტიკას და გწოვენ ისე რომ თქვენს ვერ ცხედავთ ისეთი წურბელების და ტკიპების სამყაროში ვართ აქ ყველა მეფეს ვეუბნები რა და ყველა დედოფალს ვეუბნები
თქვენ თუ ვერ გააცნობიერებთ იმას, რომ ქრისტე არის ყოვლად მყრობელი პანტოკრატორი, ვერასოდეს ვერ გახდებით სრულყოფილი მეფეები. კარგად იყავით, მეგობრებო, გისურვებთ ბედნიერ დღეს, შეიძლება დღეს კიდევ შემოგიერთდეთ. გააზიარეთ სხვათა შორის, გააზიარეთ ვიდეო. რომ გაიგოს ყველამ, რას ვფიქრობ ნარიმანზე.